მოგესალმებით. დღეს ქართული ტელევიზია თქვენ წარგიდგენთ 2 დღის წინ 31 მარტს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მის ეზოგარემოში საგურამოში შეკრებილი მეცნიერთა კონგრესის და პირველი პარლამენტის დეპუტატების ერთი ჯგუფის თავშეყრის შესახებ. Აი ეს ჯგუფი მეცნიერები და დეპუტატები და ასევე საზოგადოების წარმომადგენლები ამ წარმომადგენლებში მე მხედველობაში მყავს რომ აი გორიდან ჩამოვიდნენ, ლაგოდეხიდან ჩამოვიდნენ, თბილისის ბევრი წარმომადგენელი ჩამოვიდნენ იმისათვის რომ აგვეღნიშნა 34 წლის თავი 31 მარტის ეს ის დღე არის როდესაც 34 წლის წინ საქართველოს საზოგადოებამ ჩაატარა რეფერენდუმი სადაც გამოვლინდა რომ საქართველოს მოსახლეობა ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკების ჩათვლით ხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც დღემდე ინარჩუნებს თავის აქტუალობას და ეს არის საფუძველი ჩვენი დამოუკიდებლობის და ჩვენ იურიდიულად სწორედ ამ გადაწყვეტილების, ამ რეფერენდუმის საფუძველზე გამოაცხადეთ თავის დროზე დამოუკიდებლობა და დღემდე ესე იგი მას ვინარჩუნებთ და იმედია რომ შევინარჩუნებთ და პირიქით გავაძლიერებთ ამ დამოუკიდებლობას. ესე იგი მანამდე ჩვენ გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია აი ამ ღონისძიებაზე, რომ ჩვენ 31 მარტს ვიკრიბებით და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საგურამოში და იმედი გქონდა რომ საინფორმაციო საშუალებები, ტელევიზიები მოგვაქცევდნენ ყურადღებას, გააშუქებდნენ ამ ღონისძიებას. ამ დღეს ჩვენ ფაქტიურად და ეს ასევე იყო გაცხადებული წინასწარ, ვაპირებდით და ასეც მოვიქეცით 8 თებერვალს დავითობა დღეს გელათში დაწყებული დიდი საუბრის გაგრძელებას, სადაც ჩვენ წარმოვადგინეთ ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა და იმ გეგმებზე ვილაპარაკეთ, რომელიც მომზადებული იყო მეცნიერთა კონგრესის მიერ. ჩვენ სამწუხაროდ მოხდა ისე რომ საინფორმაციო საშუალებებმა ეს არ გააშუქეს, იქ არავინ არ მოვიდა, სამაგიეროდ აი ამ ქართულმა ტევემ გადაიღო ეს ყველაფერი და აი ჩემი შესავლის შემდეგ თქვენ მოგეცემათ საშუალება უყუროთ აი ამ გადაცემას 31 მარტს გაკეთებულ ღონისძიებაზე მეცნიერთა კონგრესისა და პირველი პარლამენტის წევრების ერთი ჯგუფის მიერ. სწორედ აი ამ ღონისძიებაზე ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით და კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი რამოდენიმე ლოზუნგი, რომ ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ მეცნიერები და აი პირველი პარლამენტის წევრებიც ის ჯგუფი, რომელიც ჩვენთან ერთად მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში, ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვთქვით, რომ ხსნა ეროვნულ ერთობაშია და არა დაპირისპირებაში. ჩვენი მთავარი ლოზუნგი არის სიტყვები, რომელიც წარმოთქვა ილია ჭავჭავაძემ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გელათში. აი ეს სიტყვებია ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. ბედნიერი მორიგება. სამწუხაროდ დღევანდელი რეალობა აი ამ წინადადების შინაარსისგან საკმაოდ შორსად დგას. ჩვენ ვხედავთ რომ
ბოლო არჩევნების შემდეგ აი ეს პარლამენტი, რომელიც ფაქტიურად ნახევარია და ნახევარი არ შევიდა, ეს პარლამენტი ღებულობს ახალ კანონებს და არც ერთი ეს ბოლოს მიღებული კანონი არ პასუხობს აი ამ თეზის ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბრალად და დაუმონებლად. პირიქით ეს კანონები ემსახურება იმას, რომ გაბატონებულმა კლასმა იბატონოს სხვებზე, დაჩაგროს, დაიმორჩილოს, ასე გაგრძელება რა თქმა უნდა არ შეიძლება. და სწორედ ამიტომ მეცნიერები კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ აი ამ ლოზუნგის განახლება, ესე იგი მივაღწიოთ ბედნიერ მორიგებას ერთმანეთთან და ამისათვის აუცილებლად საჭიროა აი ამ დაპირისპირებიდან გადავიდეთ ეროვნულ ერთობაში, მორიგებაში, გარიგებაში. აი ეს არის მთავარი მიზანი, ეს იყო მთავარი მოწოდება 31 მარტის ჩვენი შეხვედრის და ჩვენ ამას რა თქმა უნდა დიდი ხანია ვამბობთ, ჩვენ ეს რა თქმა უნდა დავაფიქსირეთ ჯერ კიდევ 8 თებერვალს გელათობაზე, გელათში დავითობა დღეს და ამას ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ იმიტომ რომ ის რაც ახლა ხდება, ეს არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მე მინდა აი ჩვენი წერილიდან, რომელიც 31 მარტის წინ განათავსეთ საინფორმაციო საშუალებაში, წაგიკითხოთ რამოდენიმე ამონაწერი. აი ჩვენ მეცნიერთა კონგრესი ვემიჯნებით პოლიტიკური მეცნიერთა კონგრესი და პირველი პარლამენტის წევრების გარკვეული ერთი ჯგუფი ვემიჯნებით პოლიტიკური პარტიების მიერ პრაქტიკულად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ დაკანონებულ დაპირისპირებისა და ძალადობის პოლიტიკას. რამე თუ გვწამს და გვჯერა, დრომაც დაადასტურა, ეს პოლიტიკა პირველ რიგში ვნებს ხალხს და ქვეყანას და აკანონებს უზნევო უმცირესობის ბატონობას ზნეობრივ უმრავლესობაზე. ქვეყნის ბუნებრივი განვითარების მთავარ მიმართულებად მივიჩნევთ ეროვნული თანხმობის გზას ერის მამის ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული პრინციპით ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბრალავად და დაუმონებლად. აი ესეთი ტექსტი ჩვენ სპეციალურად გამოვაცხადეთ და სწორედ ეს გვაძლევდა საშუალებას და დარწმუნებული ვიყავით, რომ გამოგვეხმაურებოდნენ საინფორმაციო საშუალებები, ამოგვიდგებოდნენ გვერდში და რაც შეიძლება მეტ დროს მოგცემდნენ იმისათვის, რომ აი ამ მიმართულებით გაგვეკეთებია გადაცემები და არა პირიქით ის რაც ახლა ხდება, რომელიც პირიქით ემსახურება დაპირისპირების გაღვივებას, გამწვავებას და იმ ოპტიმალური გადაწყვეტილებიდან პირდაპირ ესე იგი გადახვევას და შორს წასვლას. აი ეს იყო ჩვენი მთავარი ინტერესი ამ დღეს. სწორედ ამიტომ 31 მარტს ეროვნული ერთობის დიდ დღეს, როცა 34 წლის წინ შედგა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და პირველი მრავალპარტიული ადგილობრივი არჩევნები ეროვნული ხელისუფლების მიერ მიღებული კანონით შევიკრიბეთ საგურამოში ილია ჭავჭავაძის ეზო გარემოში და საზოგადოებრივი წარმომადგენლებთან ერთად გავაგრძელეთ მეცნიერთა მიერ გელათში 8 თებერვალს ჩვენს მიერ დაწყებული დიდი მუშაობის ეროვნულ სახელმწიფოური დოქტრინის განხილვა. ამ შემთხვევაში და ამასთან ამ შეხვედრითა და ეროვნული განწყობის საუბრით ჩვენ პატივი მივაგეთ პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურ დიას ხსოვნას, რომლის დაბადების დღეც იყო იმ დღეს. აი ესეთი დღის წესრიგით
შედგა ეს შეხვედრა მიუხედავად იმისა რომ იმ დღეს გაწვინდა იმ დღეს ჭექაქუხილიც იყო ჩვენი წარმომადგენლები არც ერთი იქედან არ გაქცეულა ხის ქვეშ არ შესულა აი ღიაცის ქვეშ ვიდექით და კიდევ ერთხელ რაღაცნაირად თუნდაც აი ამ ჩვენი მოქმედებით ხაზი გაუსვით ჩვენს ერთგულებას მთავარი ამოცანის მიმართ საქართველოს გაერთიანება და ბედნიერი მორიგება აი ამას მიეძღვნა ეს ჩვენი 31 მაისი ჩვენს მიერ გატარებული ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში და ამაზე იქნება დღეს გადაცემა. ახლა სულ რაღაც 2-3 წუთში მე დავასრულებ ამ ჩემს გამოსვლას და თქვენ ნახავთ იმ გადაცემას იმ დღის ჩვენს გამოსვლებს და მეცნიერებისა და ყოფილი პარლამენტარების პირველი მოწვევის პარლამენტის წევრების გამოსვლებს და მათ მოსაზრებებს ამის თაობაზე. მე კიდევ სანამ დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა რწმენა იმისა რომ სატელევიზიო საშუალებები განსაკუთრებით კი მაუწყებელი რომელიც რამდენი ხანია უკვე გვპირდება რომ მოგცემს საშუალებას აი ამ სტილის გადაცემები რომელიც ემსახურება დაპირისპირების დასრულებას და რომელიც ემსახურება ბედნიერ მორიგებას ერთმანეთის შეუბრალად და დაუმონებლად ამაზე გვალაპარაკოს და მოგცეს საშუალება პირდაპირ ეთერში ამაზე საუბრისა თუ არა და რა გამოდის ახლა გამოდის ისე რომ ესე იგი რადგანაც აი ამ ბოლო დროს გამწვავებულ სიტუაციაში ყველა იბრძვის და აქციებით და მიტინგებით აღწევენ იმას რომ შეუშვან ტელევიზიაში წარმომადგენლები საზოგადოების ესე იგი გამოდის რომ ჩვენ ვინც წინააღმდეგი ვართ ამ დაპირისპირების ჩვენც იძულებული გავხდებით ალბათ შევიკრიბოთ და ყველა ერთად მივიდეთ მაუწყებლის შენობასთან და ჩვენც დავიწყოთ ესე იგი იქ საპროტესტო აქციები იმისათვის რომ მოგვეცით მე ვფიქრობ რომ თქვენ მაუწყებლის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა რომ გვისმენდეთ რომ კითხულობდეთ სხვათა შორის ყველაფერს გიგზავნით ჩვენ გამოგიგზავნეთ ჩვენს მიერ დამუშავებული დოქტრინა ჩვენ გამოგიგზავნეთ ჩვენს მიერ დამუშავებული 21 პუნქტიანი პროგრამა ჩვენ გამოგიგზავნეთ მასალები სადაც აღწერილია ბიზნეს გეგმები რომლებმაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა დააყენოს ქვეყანა ფეხზე და თქვენ ამას რო კითხულობდეთ პერი ხომ არ ახართ საკუთარი ქვეყნის ესე იგი აი ამ ინფორმაციით უნდა ვკვებოთ საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ეს და არა ის დაპირისპირების მაგალითები რომელიც ასე უხვათა გვაქვს და ამით პირიქით უიმედობას თესავთ საზოგადოებაში და აი ამ რევოლუციურ განწყობის ტემპერატურას მაღლა წერთ ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მოგმართოთ განსაკუთრებით ტელეკამპანია მაუწყებლის ხელმძღვანელობას რომ მოგვეცით საშუალება აი ეს კარგი შვიდობიანი პროექტები და ქვეყნის გაჯანსაღების გზებზე ვილაპარაკოთ იმ პროექტებზე რომლებიც ჩვენ დამუშავებული გვაქვს და რომელიც არც ერთ თქვენთაგანს არც ხელისუფლებიდან და არც ოპოზიციიდან არც საინფორმაციო საშუალებებიდან არ გაგიკრიტიკებიათ ვიცით რომ კითხულობთ ვიცით რომ იცით ჩვენ შესახებ და ესეც იცით რომ ეს მოეწონება საზოგადოებას და ჩვენ ერთადერთი ის ორგანიზაცია ვართ რომელიც არ ვიბრძვით გინდა თუ არა ჩვენ უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში ჩვენ არაერთხელ ვთქვით რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენს მიერ დამუშავებული პროგრამები და პროექტები აიღოთ შეიარაღებაში ნებისმიერმა ვინც იქნებით ხელისუფლებაში და შეასრულეთ ეს ახლა იმაზე ლაპარაკი რომ საერთაშორისო სიტუაცია არის მძიმე
და ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ რაღაცნაირად ასე ვიმოქმედოთ, როგორც მოქმედებთ, ეს არ არის, რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. იმიტომ რომ არანაირი საერთაშორისო სიტუაცია არ გვაიძულებს ჩვენ არ გვყავდეს კარგი და სამართლიანი სასამართლო, არც ერთი უცხო ქვეყანა ჩვენ არ გვიბრძანებს და არ გვაიძულებს რომ ჩვენ არ ვაწარმოოთ კვების პროდუქტები, არ ავამუშაოთ სოფლის მეურნეობა, არ შევქმნათ სამუშაო ადგილები, არ გავაკეთოთ ისე რომ ადგილობრივი ხალხი თვითონ ირჩევდეს თავის გამგებელს, თავის მოსამართლეს, თავის პროკურორს, არავინ ამას არ გვეუბნება და არავინ ამას არ გვეძა. ესე იგი ჩვენ ამ შიდა საქმეებს მაინც ხო შეგვიძლია მოვუაროთ და ამის შემდეგ გაცილებით უფრო ადვილი იქნება იმ საგარეო გამოწვევებზე პასუხის გაცემაც. აი ეს მინდოდა მეთქვა და აი ეს ამით დავამთავრებ და ახლა რამოდენიმე წუთში ჩაირთვება ჩვენი ტელევიზიის მიერ მომზადებული ის რეპორტაჟი საგურამოდან. დიდი მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ.